ქრისტე აღდგა მეგობრებო, ქრისტე ყველას გილოცავთ ბედნიერება, სიხარული და რაც მთავარია უფალი იყოს ჩვენ გვერდზე. ის ყოველთვის ჩვენ გვერდზეა, მთავარია ჩვენ გავიაზროთ რა არის ეს, რა უნდა უფალს, შემქმნელს. ცოტა გვინდა, ცოტა, უბრალოდ ცოტა ტვინის განძრევა, ცოტა დაძალება, გამოცდილების გამოყენება და ასე შემდეგ. წინვალედ აღდგომა სიკვდილზე გამარჯვებაა, ხო? ფაქტიურად ადამიანს ეშინია ყოველთვის თავისი შეუცნობელი მოვლენების, რომელიც მის გარშემო ხდება, ცხოვრებაში ხდება და ქრისტე ფაქტიურად თვითონ უფალი ჩამოვიდა. თვითონ იკადრა ჩვენ გვერდზე ყოფნა და გვასწავლა რა არის და ის შიში, რასაც ქვია სიკვდილი, უსასრულო სიკვდილი, უიმედობა, ეს ყველაფერი გვასწავლა და თავისი აღდგომით ეს გაგვახარა. ძალიან დიდი დღე არის, ძალიან დიდი დღე არის და სულ ასეთი მოტივით და სულ ასეთი სიხარულით ვიყოთ მეგობრებო და არ დავარღვიოთ ის ცნებები და ის რასაც უფალი გვეუბნება და გვეუბნება ძალიან მარტივად, გვეუბნება ძალიან დიდი სიყვარული, დიდი გაგები და მეტი რა დაგვრჩებია, უნდა მიყვეთ და ვიხაროთ, ვიბედნიეროთ და ვიყოთ ღირსეულები უფლის წინაშე. ჩვენ კიდე დავაგრძელოთ ჩვენი ამბები. სიმბოლურია, ხო? ერთი ეტაპიდან აღდგომა, ხო? ერთი ეტაპიდან სიხარული ფიქრებიდან გადადიხარ სიხარულში და ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე ეს ჩვენი ვიდეოც ფაქტიურად ამას ემსახურება. უნდა წავიდეთ ნიუ-იორკში, მაგრამ აი ძიმე პერიოდი, ალბათ კი არა, ყველა ადამიანს გვაქვს, როდესაც ერთ ეტაპს ტოვებს და გადადიხარ მეორე ეტაპში. და ალბათ მიხდის ჩვენი ჯორჯთან დამშვიდობების მომენტი. ეხლა ზოგი მეტყვის ბიჭო, უსახელო თქვათ, უსულო საგანია და რატო გწყდება ასე გული? და მეგობრებო, ცხოვრება რა არის? სიყვარული რა არის? მეგობრობა რა არის? ურთიერთობა, ხო? ურთიერთობა. მასთან გატარებული დრო, რომელსაც ჩვენ არ უთხიდებით, ხო? ეხლა ცხოვრებაში ახლა ჩვენ ყოველთვის აი ზოგჯერ მოხუცებს რო ველაპარაკები ხოლმე, ვეკითხები ხოლმე, აი რას ნანოთ ყველაზე მეტად ცხოვრებაში და ყველა იძახის, რომ ის დაკარგული დრო, ანუ ის ურთიერთობა და იმას უთხიდებით, რაც ურთიერთობა ხომ თქვა მეუღლესთან, შვილებთან, მეგობრებთან, ამხანაგებთან და ცხოვრების მიმდინარეობიდან გამომდინარე, რომ ეს ურთიერთობა უფრო მცირდება და მცირდება, ყველა ამას ნანობს და ასაკში რომ მიდის ადამიანი, რას იხსენებს ისე და ისე იმ ურთიერთობას. შეიძლება სიტყვაზე 24 საათი, სიტყვაზე 15 საათი გარეთ იყოს და 2-3 საათი ახლობელთან იყოს და ის ურთიერთობა ენანება და მე რო ასაკში რომ მიდის, იხსენებს იმ ურთიერთობას, იმიტომ ის ახლობელი, ის საყვარელი ადამიანი, უბრალოდ იმასთან ვისთანაც გაქვს ურთიერთობა, ის ტკბილად გახსენდება, აი მოხუცებს რო ელაპარაკო, ყველა მასია. ეხლა სად ესა, მაგას რაღაც უახლოვდება. ამ ამბავს ახლა რასაც ქვია დამშვიდობება. წარმოიდგინეთ მეგობრებო, 6, ესე იგი ნოემბერი, როდის ჩამოვედი, ესე იგი ჩემი გოგოს ქორწილი იყო ოქტომბერში, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, მე-6 თვე, ესე იგი 6 თვე სივრცეში ვიყავი. ეხლა წამოდგე, წამოწვევი, ფიქრობ 1000 რაღაცებზე და უყურებ ამას ყველაფერს და რაღაცნაირად ერთი სხეული ხდებით, მაგრამ 6 თვე ურთიერთობა წამოდგე 24 საათი აქ ხარ, ხო? მანქანაში ხან იქიდან მეხა, ხან აქ მოდიხარ და გინდა არ გინდა ეხლა ქიმიას ვეძახი ჩვენ, მაგრამ მყარდება ეს ქიმია, ეხლა არ არის მას. ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე ადამიანებს შორისაც ხო ქიმია მყარდება და აი ესეთი ქიმია დამყარდა ჩემსა და ჯორჯ შორის. ჩვენ ხშირად ვილაპარაკია, აი მე მაგათ ცხოვრებაში 10 მანქანა მაინც ყოლია და რომ გამიყიდია და აი მანქანა რო წასულა, აი ფაქტობრივად გული
ამიყოლებია ესეთი სევდა. რასიზა აღდგომაც ცვალებადობაა და ჩვენც ადამიანების ცვალებადობაში ცხოვრობთ. ასეთი ეტაპის მოგვივიდა. რა ვთქვათ, ჯორჯის დავემშვიდობოთ, ჯორჯუნა, დიდი პატივისცემა, მაგრამ რამდენი ვიწვალეთ, რამდენი ხან თოში ვყავით ხანესა, მაგრამ არადოს არ უღალატია ჩემთვის. აბა ჯორჯ, კარგად იყავი, რამე ხوار დაგჭა, დამჩენია აქ. შუქი ჩავაქროთ და იმედია აი მეგობარი გეყოლება შემდეგი არა. მის გეყოლება მოვკეტოთ ეს კარების ხმა და დავიმახსოვროთ ეს ხმა. всё. ჯორჯი, აბა, კარგად. ბედნიერად. და მე ყოველთვის რა ვიცი, დავემშვიდობო ჩვენ ჯორჯის. გინდა არ გინდა ეტაპია ცხოვრების. всё, წავედ ეხლა და მე უკვე უკან აღარ გავეხედავ. ჯორჯი, შენი ცხოვრება გაქვს, მე ჩემი ცხოვრება გვაქვს და ჩვენი ეს გადაკვეთა კარგად იყო და დაგემშვიდობები, ყველაფერს კარგს გისურვებ. ჩვენ კიდე წავედით მეგობრებო და უკან უკვე აღარ გამოვიხედოთ. ძალიან სევდიანი მომენტია. ესე იგი ალბათ დაგაინტერესებთ კიდევაც, ხო? ეხლა მე ფაქტობრივად ავტობუსით ამერიკაში მიმგზავრია, მაგრამ დიდ მანძილებზე არ მიმგზავრია. ერთი ყველაზე დიდი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში ჩავსვალი იქ რაღაც 3 საათი გინდა ავტობუსით სიარული. აქ 1-12 საათი. ნახოთ, ალბათ მაინც ვისაც ამერიკა აინტერესებს და ეს ამერიკული ცხოვრების წესი, ესეც ნახოთ, ხო? აბა როგორი ავტობუსი გვექნება. ავტობუსში მოვთავაზებე და ნახოთ თუ რაღაცა საინტერესო ნახეთ, საინტერესო ამას გადავაწყდით, აი ეს დავაფიქსოთ. ეხლა მე მთავარია აგერ კუთხეში გავიდე, უბერის ტაქსს გამოვიძახებ აქედან, ამ ჩემი ოფისიდან არის რაღაც 30 მაილში დეტროიტ ბას ტერმინალი ქვია და მივიდეთ ახლა კუთხეში მივარ, გამოვიძახებ ტაქსს და წავედით. ისე რა მოძრაობა ნახეთ. მე მეგონა რომ მაინც ის არის კვირა მეთქი და მოძრაობა არ იქნება. გამოვიძახე ტაქსი და ზღოლის სახეა იბრაგიმა. ძირითადად მაინც ეს ტაქსზე მუშაობენ მუსულმანები, განსაკუთრებით დეტროიტში და განსაკუთრებით მე მახსოვს აი როცა მე რო ტაქსზე მუშაობდი ნიუ-იორკში, სულ ისინი იყვნენ ხოლმე, რა ქვია, მუსულმანების დღესასწაული რო იყო ხოლმე, ჩვენ გვიხარობდა რა, იმიტომ ტაქსისტები ეს მუსულმანი ტაქსისტები ისვენებდნენ და ძალიან მაგარი მუშაობა იყო ხოლმე რა. და ალბათ ეხლა აქ პირიქით არის. დღეს ქრისტიანული დღესასწაულია და ძირითადად ეხლა მუსულმანური მძღოლები იქნებიან და არც არის გასაკვირი. ველოდებით იბრაჰიმს. ეს ფერი მანქანა, აი მგონი ჩვენი იბრაჰიმაც მოვიდა. გონი ეს არის იბრაჰიმა. იბრაჰიმ და 330 ხო ეს არის. Ibrahim? Okay, thank you. Thank you. Thank you. Good morning, Ibrahim. Everything good? Maybe 30 miles, yeah? 30? Yeah. Bus stations. Where are you from, Ibrahim? What? Where are you from? Syria. Syria problem, yeah. Long time living here? You really long time living here? Yeah. Yeah. Very bad Syria problem. So busy, yeah? Today I accept it. It's a busy city or not? Because Sunday had to be empty. Almost good. რამდენი მანქანა რაც მე პირა რო გამიკვირდა.
ყოველთვის მიყვარს ხოლმე მძღოლებთან საუბარი, მაგრამ ეს მოლაპარაკე მძღოლი არ არის და ამიტომ ვიქნებით ჩუმად. ველაპარაკე ამ მძღოლს და ინგლისური არ იცის და ცოტა რაღაცა მეთქვა და არ ვიციო ინგლისურია და რა ვქნაო და ისე კარგია რა გვერდზე რო ზიხარ ხოლმე ორთვის და პერიოდში ხავს რომ ვყავდათ ხოლმე მანქანის ქონა და გვერდზე რო წირო დაждდებოდნენ ხოლმე და ზოგი ჯდებოდა უკან უკან ჯდომა მართლა კარგია რა რაღაცაერთ რომ გემსახურებიან აჯობია მაგას უკვე შენ თვითონ რო არ მიყავს ეს მანქანა ეკონომიური აქ ძალიან ბევრი ავტოსაწარმოებია გონი 6 თუ 7 ამერიკული ბრენდი კეთდება აქ და ამას დროს მაგარი პრობლემები შეექმნათ აქ და ხა ცოტა კრიმინალურ ადგილად ითვლებოდა მაგრამ ხა ცოტა უკვე წესრიგში მოდის ეს ქალაქი ასე ვთქვათ ხალხი უბრუნდება ასე ვთქვათ ნორმალურ ცივილიზებულ სიტუაციას და this one, yeah? Bus station. Okay. Აგერ ყოფილა ეს. დავათვალიერებთ. Bus station, ანუ ავტოსადგური. იბრაგიმა გავისწრებს. ინჩი-ბინჩი არის შედა რა. ეთი პრივატული $5 ესე გაუხარდა. გაიგე ხა ვინ არის? ტერორისტია თუ რა არის? კარგი, აი ეს არის პროექტი. ამას შევიდეთ გავარკვიეთ და ეს არის ავტოსადგური. ჩვენ ორთაჭალის ავტოსადგურს გიგავს ხო? ამას კამები არის, ადრე გვაქვს, ასე იგი ჩვენი კომპანია არის, რა ქვია ამას. ბილეთი გვაქვს. ეცეთ ვკითხო ამას. Good morning. Excuse me. I have a ticket online. It's enough or I have to just show him? Show. It's mine's very debit, so I see this არის და ესე იგი ჩვეულებრივად რა ვკითხე ახლა მე იმას რომ მეთქი ბილეთი ონლაინ თქვა აღებული არაფერი მძღოლს აჩვენებო და აბა ჩვენი ის არის აბა აეროპორტში ხო ნიუ-იორკ პორტ ავტორიტი 12:20 C agent 1 C agent 1 ალბათ ეთქვა აქედან არის შესასვლელი აქ ჩვეულებრივი მოსაცდელი ადგილია აი როგორი ავტობუსები რო გაიღება დიდი სადგურიც არ არის არა გაცვა მოდი ცოტა ასე მოვიდეთ რა ხდება ეცი თუთი რომელი საათია ჯერ ადრეა კიდე ძალიან ცუდი სახელი ქონდა დეტროის აქო ძირითადად ეს ქარხნები რო დაიკეტა ხალხი დარჩა უმუშევარი და შავკანიანები და კრიმინალურ რაიონად ითვლება მაგრამ ახლა უკვე გამოსწორდა ჩვენ ასე თუ ისე დილეთვა გვაქვს ანგებთან ურთიერთობის და არ ამგონი ახლა რაღაცა პრობლემა შემექმნეს ბოლოს და ბოლოს ყოფილი ტაქსისტი ვარ თითელი ტაქსი ნიუ-იორკში სადარ დავდიოდით რა მე რო თქვი რომ ავტობუსით უნდა წავიდე იმაში მეთქი ნიუ-იორკში ერთმა ჩვენმა ფოლოვერმა რომ რა ქვია მეგობარმა გითხრა რომ ავტობუსით როგორ უნდა წავიდე საშიში არ არისო რატომ უნდა იყოს საშიში ჩვეულებრივად ადამიანები ცხოვრობენ თავის ცხოვრებით თავისი ცხოვრების წესით ნახა ზოგ შემოსავალი აქვს ზოგს არა აქვს ნუ რასიც არის ამერიკა არაფერი გასაკვირი არ არის ჩვენ ცოტა გვაქვს ნანახი უბრალოდ რა არის და ხშირად არის ხოლმე რომ აი ეს გადაღების ამბავია რა აი ამ გადაღებაზე მართლა პრობლემა აქვს რა შეიძლება აი გეტაყოს ატომ მიხებ რატომ და პრობლემებს გიქნის ხოლმე და არ ვიცი ერთი კაი იუთუბერებს უნდა ვკითხვა ის ჩუმად როგორ იღებენ ხოლმე ასეთ სიტუაციას და საინტერესო რაღაცებია რა
ალბათ დროთა განმავლობაში მაგასაც დავხვეწავთ. ქარი ამოვარდა. მეთქი გავისეინებ მეთქი, მაგრამ ქარი და წვიმა წამოვიდა რა. 1 საათი კი გვაქვს ხო იცი მაგ. თან მაგარი ქარი ამოვარდა რა. დიდ დრო გვაქვს და ცოტა გავისეირნოთ. გარეთ ცივა და მეგობრებო, მე მაგ დამთავრებული საავტომობილო საგზაო. ეს ტრანსპორტი ძალიან ახლო თემა იყო ყოველთვის ჩემთვის გპ, ანუ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დამთავრებული და ყოველთვის ესე იგი ოცნებობდით რომ დავამთავრებდით იმას რა ქვია ამ ინსტიტუტშიც ან გარაჟის, ან ატკ-ს, ან რაღაცის დირექტორი უნდა გამხდარიყო, ამიტომ ბევრი ფული კეთდებოდა მაშინ კომუნისტების დროს. ასეთი მიმართულება იყო. და ერთ-ერთი ასეთი ცნობილი იყო, ყველას უნდა ორთაჭალის ავტოსადგურში მუშაობა. ავტობუსების ამბავში. მე რა ვიყე ტურისტულ ბიზნესს რომ მოვკიდე ხელი. მაშინ ხო თლათ ვწვო ავტობუსებთან. და შენ კაი ტურისტი, კაი მომსახურება რო გაუკეთო, აუცილებლად საჭიროა კაი ავტობუსი. ეს სხვა თემაა, სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაგრამ ესეთი გამახსენდა ეს თელი ავტობუსების ამბავი. ეხლა რო შევართ, ალბათ ამასაც დავამოღამეთ, როგორი ავტობუსია, რა არის და ცოტა მაგ თემაზეც ვილაპარაკოთ, არა მეგობრებო, ეხლა იქ ანუ სიცივე. არა, ძალიან სიცივეა და ქარი უბერავს. და კარგი იქნება. არა, ცივა. შევიდეთ ისე. სიტუაცია დაგვეძაბა მეგობრებო. აი შემჩნეული ვარ, რაც უფრო ღარიბ რაიონებში მიდიხარ, ეს გართულება აქვს გადაღებაზე და ეხლა ერთი ქალი მოვიდა, მიიღებო, ცოტა ნასვამი ეტყობოდა და მე მოვიდა მეორე ზანგიც რა. თავი შევიკავე, მეთქი ცოტა იმას დაუძახებთო რა, სამართალდამცველებსო და ცოტა გადაღება ცოტა შეზღუდული გვექნება ეხლა, ცოტა წყნარად დაწყნარდება სიტუაცია. მე რო ცოტა გავააქტივდები, აშორიდან ვიყურებ. მეოთხე არა კაცო, იქ ვიყურები მეთქი ტელეფონი. იქიდან მაგვირდებია რა, ჯობია ფრთხილად ვიყოთ. ხია ვამბობ ხოლმე რა, ეს ამერიკელების ხასიათი რო გაიგო, სტივენ კინგ უნდა წაიკითხო რა. აქ როგორ არის, თავისებური პრობლემები აქვს რა, ფინანსური ისა, თან მეტუმეტეს დეტროიტი ცოტა სტრესული ქალაქია. და ადამიანები მრავალფეროვანია. აქედან გამომდინარე, ახლა შენ იღებ თუ არა, ნუ უც რაღაც მიზეს ეძებს, რომ რაღაცა მოგეპო რაღაც არ მოიწონება და უნდა გითხრას. ეგ მომენტია და ახლა ჩვენ მაგნეჭ გვაქვს რომ არ გავაღიზიანოთ და ზედმეტი მოქმედებები არ გავაკეთოთ. აშკარად სტრესული, როგორ გითხრათ, გარემოება იგრძნობა. ალბათ იმ ჩემმა მეგობარმა იმიტომაც თქვა, იმიტომ საშიშია იმეში სიარულიო ავტობუსითო. უბრალოდ ძირითადად ეს დადის ღარიბი ხალხი, უბრალოდ დააკვირდით სიარულში როგორ დადის ხალხი. ეხლა არ ვიცი ტელეფონში როგორ ჩანს, მაგრამ მე პერიოდულად ჩუმად გადავიღებ ისეთ ტიპაჟებს. აი ნახევარ წამლის ქვეშ და აი სიარულში და კი ეხლა შეიძლება მოხუცი იყოს რაღაცა, მაგრამ აი აშკარად ეთყობათ, რომ პრობლემები აქვს რა. და ამათთან ეხლა ახსნა გახსნას აზრი არ აქვს. ახლა ჩვენ კი გვინდა გადაღება და რაღაც საინტერესო მომენტების ნახვა, მაგრამ თავში რა უტრიალებთ ღმერთმაიცის, ამიტომ ჯობია არ გავაღიზიანოთ, ჩვენ ჩუმად ვიყოთ. და მე რო ვიყავ ავტობუსში რომ დავждებით, ალბათ უფრო თავისუფლად გადავიღებთ.
ეხლა ზოგიერთი ადამიანი შეიძლება შემედავოს, რას ვლაპარაკობ, მაგრამ უკვე ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება და ბევრ ადამიანთან რო შეხვედრი ვარ, აი რაღაც უკვე შორიდან ხარ იცნობ ადამიანს, მაგრამ სიარულში გძნობ, რომ აი როგორ მიდის, იქ გარდა იმისა ფიზიკური, რა ქვია, ნაკლი თუ აქვს, აი ეტყობა რა, წამლის ქვეშ არის, ალკოგოლის ქვეშ არის, პრობლემებს ქვეშ არის, უბერავს, არ უბერავს, აი ძალიან მაგრა ეტყობა რა. არ ვიცი, მე ჩემი სუბიექტური აზრია და მე ხშირად ამ გამოცდილებას ვიყენებ ხოლმე რა. და ეხლაც გაჩვენებთ ხოლმე აი სიარულში როგორ ეტყობა ადამიანს, რომ რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს რა. და აქ ეხლა აგერო უყურე, მაგრა ჩანს. მიდის, მოდი და ისე შემოქმედავს, უკვე თავიდანვე აგრესიულად არის შენს უნდათ განწყობილი. ეს არის ამერიკა, თქვათ ახლა ევროპაში ისე არ იგრძნობა, მაგრამ აი ესეთ დეპრესიულ ქალაქებში, თქვათ ნიუ-იორკში, დეტროიტში, ჩიკაგოში, там ამერიკა თავის მრავალფეროვნებით ძალიან მრავალფეროვანია მაგალითად ადამიანების მხრივ და ზოგი თავის თავს ელაპარაკება, ზოგი რავი რას აკეთებს და ნახოთ აი ჩემ პატარა ტექნიკურ გადაღებასაც აი შეიძლება გადავიღო და არაფერი არ თქვა და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა. აი ხლეს გვერდზე ქალი რო ეგრე მობილურთან ერთი სული აქვს გამოიხედავს, რას ვაკეთებ, ვიღებ თუ არ ვიღებ. ნუ თავისებურად გიჟია რა. წავიდა ეს გოგო. იყურა და ხანი გადმოახან მე ჩემთან მოვიდა ამარ მითხრა თავიდან შენიშნა, მე ზანგი მოვიდა და ეხლა იჯდა გვერდზე და ცოტა მორიდებით ლაპარაკობდე. წავიდა და ეხლა უფრო შეგვიძლია თამან-მათ ვილაპარაკოთ. ჩემი ცხოვრებიდან მინდა გავიხსენო ერთი მაგალითი. ოჯახი მყავდა იერუსალიმში რა. მაშინ უნდა მოგველოცა ეს. ზაფხულში იყო და არაბებმა და ებრაელებმა დასხეს ერთმანეთს რა. და ჩემ შვილებს ცოტა შეეშინდათ რა, იმიტომ რომ რამაზანი იყო და 6 საათის შემდეგ, 7 საათის შემდეგ იწყებდნენ ერთმანეთში ქუჩაში ჩხუბს რა და ახლა როგორ გინდა დააწყნო რომ ჩემი ბავშვი პატარები იყვნენ მას და მე ვთქარ ბავშვო ნუ გეშინიათ ჩვენ ისეთ ქალაქში ვართ და ისეთი საქმით ვართ მოსულები, ქრისტეს საქმით მოვიდება და სალოცავად ვართ მოსულები და ჩვენ რა პრობლემა არ გვექნება მეთქი, მაგრამ აი ბავშვებს ეშინოდათ, მაგრამ შინაგანად მე პირადად კი მქონდა ეხა დისკომფორტი, მაგრამ იმდენად იმედი მქონდა რომ მე რისთვის სალოცავად ჩავედი იერუსალიმში და ისე წმინდა ადგილებში ვარ ნასერო და ამათი ჩხუბი ჩვენ რა შეგვეხება მეთქი და მართლაც ისე განვლეთ ის 5 დღე ვიყავით იერუსალიმში და ომი იყო ერთვე არაბები და რა ქვია ებრაელები ერთმანეთს დაგადაგას, ნუ ერთმანეთში ჰქონდათ გარჩევა, მაგრამ ჩვენ წყნარად, იმიტომ რომ ჩვენ წმინდა საქმეზე ვიყავით მოსულები და ეხლა დღესაც ასეთი წმინდა დღე არის, ამხელა აღდგომის დღე არის და რა პრობლემები უნდა შეგვექმნას. თუმცა ამერიკაზე ვერ იტყვი, რომ თქვათ ეხლა არა, როგორ ვერ იტყვი, ეხლა კი 1000 რაღაცაა, მაგრამ როცა ღმერთის გზით მიდიხარ და ქრისტეს ჩევებით მიდიხარ, სადაც არ უნდა მოხდე, იქაც არანაირი პრობლემა არ გექნება. ამ შემთხვევაში ეხლა თუ შევამჩნიეთ უკვე რომ ცოტა სტრესული ადგილი და სტრესული ის არის, რატო უნდა გავაღიზიანოთ? შევეცადოთ არ გავაღიზიანოთ, თუმცა ნახეთ აი როგორი კატეგორიის ხალხი ტრიალებს. ახლა ეს ზანგი რო არის, დადის ეთყობა რაღაცა ჭადრაკივით დაფა აქ და უნდა რომ გზავრებს ეთამაშოს, ეთყობა ფულზე ეთამაშება. მაგან ნამდვილად არ უნდა შემამჩნიოს რომ უღებთ, ამით ეხავს ერთ ამბავს. რა გამახსენდა მეგობრებო, ადრე გახსოვთ გორის, ოხუმი, ავტოსადგურებში, ავტობუსებით რო დავდიოდით ან ვაგზალზე, ხო, სადგურებზე ყოველთვის იყვნენ მოთამაშეები, აი მას ვათამაშებდნენ ასე გამოცნობებზე კარტოჟნიკები და ეტყობა აი აქაც ეს ამბავია რა. აი ჩემი თაობის ხალხს ახსოვთ რა, გაიხსენეთ ხო, სულ მოთამაშეები და ისინი ვაგზალზე სულ რაღაცეებს ჩალიჩობდნენ და ეტყობა აქ არის, აქაც ექვემდებარება, სადაც სტრესული და ღარიბი ხალხი ცხოვრობს, ეს მოთამაშეებიც იქ ტრიალებენ რა. იოლი
გამდიდრების გზით. ახლა ეგ თეთრი მოდის, ხო, ისიც ესეთი მოძრაობები აქვს, რა იმ ზანგთან მივიდა, გამოვიდა, აი რო ვერ ისვენებენ რა, იქით-აქით. აი მოძრაობაში ეტყობა რომ რაღაც ნიტყო. აგერ ახლა ეს გოგოც მოდის ესეც ნახევრად კაიფშია, ეტყობა აშკარად. ასეთი მოძრაობები აქვს რა, დვიჟინიობენ. დვიჟენია, ჩვენ დვიჟენიას ვეძახი და აქაც ეს ამერიკულ დვიჟენიას უყურებთ ავტოსადგურზე. ასე თქვა, დვიჟენიები მიდის. თავარია რომ ჩვენ არ შეგვამჩნიონ. გაიხადა ეხლა რა ასაკეთებს აკო. წავიდნენ იქ, დამოიცვალეს პიტა-პიტა, ეხლა რაღაცა ხდება იქით, მაგრამ მეც ახლა ვერიდები რა, ეხლა რო შემამჩნიონ, აი ხა ზანგებთან მივიდნენ და რაღაც მიდიან. ია მეგობრებო, ეხლა მე უბრალოდ ვიდეოს გადაღება მინდა, თორე ზოგადად ჯობია აი ესეთ ადგილას რომ მოხდე, ხა ნიუ-იორკში და იმეებშიც არის ხოლმე, ჯობია იყო შენთვის, რომ აი ყურადღება არ მიიპყროს, შენი რაღაცა მიზეზი არ მოხცეს. უпроსტოდ არ უნდა მისცე მიზეზი, რომ რაღაცაზე კითხვა დაუსვა რა, ეგ მომენტია. ამიტომ მეც ახლა ჩუმოძივა და ჩუმჩუმად ვიღებ. კარგი იქნებოდა გარეთ გავსულიყავი, მაგრამ ძალიან ცივა და აქაც მოძრაობა ნამდვილად არ არის სასურველი. ესე იგი არ შევცდი რა, ესე იგი ამბიცი ხო იყო ვიდეო არ გადაღებული, ცოტა გადავიღე, ესე იგი 10 ზანგია და ეს კლიენტები ვინც მოდიან იმას ეთამაშებიან. იმ ჭადრაკისებური დაფა და იმაზე რაღაცა ფულზე ეთამაშებიან რა. და გარშემო სულ დაცუკავჩე ეს ვაგზლის იგროკები ჩვენებურად რო ვთქვათ, აქაც არიან რა ამერიკაში და აბა ნახოთ ხა თუ გადავიღე, იქ რომ მივიდე და მიჭერე. ეხლა იქ პატარა ჩხუბი მოვიდათ. ახლა და მიდის ყაყანი და ისინი და რა მიგვის იცი? ამერიკა ხო ვარიანტი არ არის რომ პოლიციამ არ იცოდეს რა. თქო თავს ხუჭავენ რომ ან რომ მოდის მაშინ გადიან. აი როგორც ადრე ჩვენ დროს რო იყო ხოლმე რა. თუმცა ამერიკასაც ასე არ იყო ადრე. ადნაირდი ამერიკა და ის რო ნახოს რომ ასეთი სცენები არ არის. ეხლა მე მახსოვს ავტო პერიოდში ეს იგროკები და ეს მოთამაშეები სავსე იყო ვაგზლები და ასეთი სახალხო ხალხი სადაც იკრიფებოდა და თან ის ხალხი რო ტრიალებს რა ეს თავისი ხალხი აგენტები რო ტრიალებს ხა ერთი გოგოა ვერ მოვიშორე რა ეხლა გარშემო ტრიალებს უნდა რომ რაღაცა მომკიდოს ხე ამასობაში ჩვენს დაგვიძახეს ეს ნიუ-იორკის ხალხია და კარგია ჩვენ დაბას ჩვენი დროს მოვიდა და მივხედოთ უკვე ჩვენ გადაღებებს მოვშორდეთ ამ სტრესულ ასე თქვათ არასასიამოვნო ადგილს. რამდენი ხალხი მიდის ავტობუსით ნიუ-იორკში, რომელსაც არ ეზარება 12 საათი იდეს მანქანაში. I have to take in New York. Okay. In New York I have to take, yeah? Okay. Here it is. Rossi. ავტობუსი. არის 8C. ბევრი ხალხი არ არის. რო თქვა რომ მაგარი ავტობუსია, ესეც ვერ იტყვი. მაშინ მომჩინეს რომ ვიღებ და უფ. მარტო კი ვიქნები, კარგია. ფეხებსაც გავშლი. რო თქვა რომ მაგარი ავტობუსია, არ არის, მაგრამ არის რა. ეტყობა უბრალოდ ხალხი დადის ამ ავტობუსით. ხალხი ამოდის და ასე კარგი იქნება თუ მარტო ვიქნები და ვინმე გვერდზე არ დამიჯდება, თუ ძალიან ვიწრო სკამია და 12 საათი ხა. ეს დამიჯდება გვერდზე, არა, გადავჭით. ვიღაცები მაინც მოდიან. ვიწრო სკამია რა. ხა აბსოლუტანი კაცი საერთოდ არ დაეტეოდა და აქ ხო გვერდზე დამიჯდეს კიდევ ვიღაცა მოხერხებული იქნება, მაგრამ იმედია. არის ბევრი ხალხი, მაგრამ თუ არ იქნება გადავჯდების ხვალ რა.
წოლი იქნება ხალე ეგრეთ საროჭკაშია. კარგია, მარტო იქნები აქა, ესეც კარგია. დაიძრა უკვე ავტობუსი. ავიცი, ესე იგი აქ კლივილენდში ჩერდება ეს ავტობუსი, კლივილენდი ოჰაიოა. ზოგიერთი კლიენტი კლივილენდში მიდის. ზოგი სხვადასხვა ქალაქებში და მე ბოლომდე მივხვდი ნიუ-იორკში. ძღოლი ქალბატონი ყავს. ნახოთ აბა თუ გავიცანით მე როგორ წაგვივა საქმე, არ ვიცი. აი ესეთი Grand Audi ასეთი ცნობილი კომპანია ნიუ-იორკში ტრიალებს. ძაღლი ახატია, ეს ლუჯი ავტობუსებია. გზაზე კი მინახავს ძალიან ხშირად. ქალბატონი ძღოლი სიმპათურია. ბილეთებზე სამოწმებდა თუნდაც ძღოლი ყოფილა. Online-ით შემოწმა ჩემი გვარი სახელი და ნება დამთავრება მანქანაში და იმან მითხრა რომელს გამდა დამთავრება. ისე ამ ავტობუსებს ვუყურებ. ჩვენთან ახლა ძირითადად Mercedes-ი და Scania და ასეთი ავტობუსებია რა. Ცუდი ბიზნესი ნამდვილად არ არის, სადაც ძვირია უბრალოდ ეხლა ახალი ავტობუსი რო იყო $350,000-300,000 გიდა. ძველი ავტობუსი 50-60,000 რა. კარგია რა ესეთი. კარგი სამუშაოა რა. ტურისტებისთვის. და ცოტა აი ავტობუსი უნდა ყავდეს რა. ეს ახლა ასეთი ავტობუსი ჩვენთან თბილისში რა ისე რა. გაირბილად კიდევდეს ეს. ცოტა თუ ამერიკული ავტობუსია რა ქვია ფირმას არც ვიცი. კარგია რა. ახლა მომენტში ფიქრობ ახლა ეს მანქანით უნდა წავსულიყავი ჩემი და ექვსი რუბლიდან მანქანიდან არ ჩამოსვლა და ცოტა უკვე სხვა მოგვიმსახუროს არ ჯობია მაგას. არა, კაირბილად არის, კარგად არის. გადავხედოთ, ახლა ეკლესია ხო, ანუ დეტროიტი ახლა დიდარი ქალაქი იყო კაცო. საწარმოები და ისინი მე აუჭიდა თორე თავი დროზე ეს ძალიან შენობები და ნახე როგორ ძველი შენობებია, მაგრამ სერიელია რა. ახლა კვირაც არის გასაგებია, მაგრამ ზოგადად ამხანაც ეს პრობლემა მქონდა. კარგად არის რა. ცუდი ავტობუსი ნამდვილად არ არის. თავი დროზე გამოვიდა ზუსტად თორმეტი და პირველი 20 წუთი და 12 და 14 საათამდე მეუბნებიან რომ ვიქნებით ნიუ-იორკში. ამის 2 საათზე საღამოს 3 საათზე ჩავალთ. ეკლესიებია დეტროიტში ნახე. ავტობუსი ნახევრად ცარიელია. ბოლოში ტუალეტიც აქვს. ეხლა კომერციულად რო დაფიქრდე რა მოგება აქვს, აი ვერ ხვდები რა. მაგრამ რეისი სრულდება. თავარია ჩვენ ჩაგვიყვანოს არა და. მაგრამ მაინც ეს კომერციული ის მაინც რო გაინტერესებს. ეტყობა პერიოდებია სულ სავსე ავტობუსი, ეტყობა ეხლა
რა რო არის თან დღესასწაულია ხალხი არ არის მაგრამ მიდი ჩიტივით ნახე რა სუპერავს რო ვაჩვენებთ თუმცა ხა ჩვენთვის უცხოა რა. ისე რომ გამოვიდით ქალაქიდან. და შევუდგებით ალბათ წავა ოჰაიო, პენსილვანია, ნიუ-ჯერსი და მივართ იმაში. ნიუ-იორკში. აი ეს ხიდი გადადის კანადაში. მაგრამ მივდივართ ნიუ-იორკში. ყველა ქარხანაა. მიჩიგანი მაინც დეტროიტის უსაწარმოო ის ეს არის ესე თქვენ ავტო ბაზარი მეტროს კაცო რა ვიცი რამდენი რაღაცები ხო გაგადაღებული მაგრამ სულ სხვა იცი ესე იგი სად რუზეროზე ხარ რო იღებ და სად ზიხა და იღებ რა სულ სხვა არის რა თანაც გეშინია პოლიცია რო გაგაჩერებს არხეში ტელეფონი გიკავია